ჯანდაცვის მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში მიხეილ სარჯველაძეს დღეს ოპონენტების მწვავე კითხვებისა და მძიმე ბრალდებების მოსმენა მოუხდა. ინტერპელაციის ფორმატი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლების საპროტესტო აქციებს დაემთხვა. სწორედ ამ თემას დაეთმო დღევანდელი გამოსვლების ძირითადი ნაწილი. მინისტრმა ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან განმარტა ის შესაძლო მძიმე რისკები, რაც სამინისტროს პოზიციით საერთაშორისო ბაზარზე არსებულ რამდენიმე მედიკამენტს თან ახლავს. დასახელდა პრეპარატების უკან გაწოვის მაგალითებიც. წამლების ეფექტურობაში დასარწმუნებლად უწყება მარეგულირებელ ორგანოებთან და ექსპერტებთან ახლა კომუნიკაციასა და კვლევებს ატარებს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტებისადმი დამოკიდებულება არ იყო ერთადერთი საკითხი, რის გამოც მინისტრი მწვავედ გააკრიტიკეს. ოპონენტებმა ჯანდაცვის უწყების პირველ პირს წამლების მაღალ ფასებზე, სამედიცინო სერვისების დაბალ ხარისხსა და დაბალ ხელმისაწვდომობაზეც მიუთითეს. ჯანდაცვის მინისტრის 3 საათიანი მოსმენა საქართველოს პარლამენტში თავიდანვე ხმაურის ფონზე დაიწყო. ოპოზიციაში მყოფ გიორგი გახარიას გუნდს არ სჯერა სახელმწიფოს ფრთხილი პოლიტიკის, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის თანამედროვე მედიკამენტს მის შესახებ არსებული არასრულფასოვანი სამეცნიერო დასკვნების გამო არ ყიდულობს. ქეთევან ბაკარაძემ, რომელიც დღეს ოპოზიციური ფლანგიდან მწვავე ბრალდებებით გამოირჩეოდა, ჯანდაცვის მინისტრი პასუხისმგებლობისგან გაქცევაში დაადანაშაულა. არანაკლებ მწვავე იყო მინისტრის პასუხი. დღეს ტრიბუნიდან მოგიწევთ ესაუბროთ მშობლებს, რომლებიც წესით თქვენივე ინტერესიდან გამომდინარე თქვენს კაბინეტში უნდა განიხილავდნენ საკუთარი შვილების გადარჩენის გზებს. მათ ზრუნვაში ატარებდნენ დროს და იმიტომ რომ გამბედაობა არ ყოფნით გადაწყვეტილებების მიღების, ისინი კანცელარიის ცივ კედლებთან არ ათენებდნენ ღამეებს. თქვენ არ ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი. თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესიჯ ბოქსებისგან და პროპაგანდისგან. ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ქვია. და სიტყვა უსინდისობასაც, სიტყვა პოლიტიკურის დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო ადამიანური უსინდისობა. უტიფრობა იმავდროულად და ჩემდა გასაკვირად სხვათა შორის დიდი დილეტანტიზმიც. დილეტანტიზმიც და იმავდროულად ამორალობაც. სხვათა შორის ჩემი ინიციატივით, როდესაც ბრძანდებოდით სამინისტროში და ახლა სამინისტროს არაერთი თანამშრომელი გიყურებთ. და რა თქმა უნდა, ამ ყალბი პათეტიკის აბსოლუტურად ნიშანწყალი არ არსებობდა იმ შეხვედრაზე, რომელიც კამერების წინ არ მიმდინარეობდა. კი, ამაზე სამინისტრო მუშაობას განაგრძობს. ეს არ დაწყებულა დღეს, ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრეა დაწყებული, მანამ ვიდრე აი აქ მსხდომი ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ამ საკითხით დაინტერესდებოდა. ისეთ განცხადებებზე რა თქმა უნდა არ ვისაუბრებ, ბევრს რომ თითქოს და რომელიმე მშობლისთვის მithქვამს, ესეც მომაწერეს, რომ თუ 5 წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის. მსგავსი რამ არასდროს გვითქვამს, ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. სიტყვა სიტყვით ვიმეორებ, რაც მაშინ თქვი. ვიმეორებ ეს იმისთვის, რომ ვინმე არ გაიმეოროს მსგავსი რამ, რომ თითქოს ამ ფუნქციას რამენაერად ვაკნინებთ. უახლესი პრეპარატები, რომელიც არ კურნავს, მაგრამ სხვადასხვა მონაცემებით აქვს შემამსუბუქებელი ეფექტი, მსოფლიოში სხვადასხვა კომპანიის მიერ იწარმოება. რატომ არ შემოაქვს სახელმწიფოს ის ქართველი ბენეფიციარებისთვის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებების თანახმად ზოგიერთი კლინიკური კვლევების ეტაპზეა. ზოგიერთ მათგანს არ აქვს ევროპის და ამერიკის მარეგულირებლების სრულფასოვანი აღიარება. ერთ-ერთი მათგანით მკურნალობა კი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია და $3 მილიონ მეტი ღირს, მინისტრის თქმით 3 პაციენტის შემთხვევაში ლეტალურად დასრულდა. ერთადერთი პრეპარატი, რომლის შესყიდვაც ამ დროისთვის პოტენციურად შესაძლოა სახელმწიფომ განიხილოს, ანთების საწინააღმდეგო ვამოროლინია. ასეთი მოქმედების პრეპარატი ბენეფიციარებს ისედაც მიეწოდებათ, თუმცა მინისტრის ინფორმაციით ვამოროლინი შესაძლოა ქვეყანაში არსებულ ვერსიას სჯობდეს. მეტი განმარტება ამ წამლის შესყიდვა არ შესყიდვის დაწყების შესახებ მიხეილ სარჯველაძეს აღარ გაუკეთებია. ელევიდისი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023-24 წლებში მიიღო დასტური, ეს არის ერთჯერადი ინექცია, რომელიც ორგანიზმს აწვის გენს კუნთების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ფინანსდება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქვე პრეზენტაციაში ეწერა, რომ ემას მოპოვება დაგეგმილია 2025 წლის ბოლო კვარტალში. 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით
უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც კი. კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისის 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე. მოუწოდა მწარმოებელს, ამ მედიკამენტის მწარმოებელს, რომ შეაჩეროს ელევიდისის დისტრიბუცია 3 პაციენტის გარდაცვალების გამო. FDA-მ დაწერა, ციტატას ვკითხულობ კვლავ. მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების, მათ შორის ფატალური შედეგის დადგომის რისკს. ამ ჯივინოსტატის გამოყენების შემთხვევაშიც ფიქსირდება გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა. ვამოროლონი არის მედიკამენტი, რომელიც არის კორტიკოსტეროიდი. გერმანული წარმოების კორტიკოსტეროიდია, საქართველოში გამოიყენება სხვა კორტიკოსტეროიდი. დეფლაზაკორტი. სახელმწიფო ამ მედიკამენტით პაციენტებს უზრუნველყოფს, ამ პაციენტებს უზრუნველყოფს 2024 წლიდან. გერმანულის გამოყენება არ გამოყენება სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სამინისტრო მზად გახლავთ და კიდეც აკვირდება და იკვლევს საკითხს იმის შესახებ, თუ რით შეიძლება გააუმჯობესოს მკურნალობის პროცესი ამ კონკრეტულმა კორტიკოსტეროიდმა. არის გარკვეული მონაცემები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარისხობრივად ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს ამ კორტიკოსტეროიდს და შეიძლება ჯობდეს ესპანურს. დღეს გახარიას გუნდი პარლამენტში ქუჩაში პროტესტის ნიშნად მყოფი მშობლების პოზიციას იცავდა და სახელმწიფოსგან წამლის შესაძენად ფინანსური დახმარების გამოყოფას ითხოვდა. ოპოზიციის კრიტიკამ ხმაურიანი სახე მიიღო კითხვა-პასუხის ეტაპზე, როდესაც გახარიას გუნდმა ჯანდაცვის სამინისტრო გულგრილობასა და მშობლების მოტყუებაში დაადანაშაულა. მოიტყუეთ იმ კვლევებზე, რომელსაც ამბობდით, იმიტომ რომ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ოფიციალურ წყაროს და ვერცერთ სამეცნიერო კვლევას იმ ინფორმაციის გასამტკიცებლად, რომელიც თქვენ მოიყვანეთ და აი მშობლებს რო შეხვედროდით, მეცნიერულ დონეზე აგიხსნიდნენ ყველა იმ დეტალს, რომელთან დაკავშირებითაც მოიტყუეთ. ვის წინააღმდეგ იბრძვით, ვის ეჯიბრებით დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც წამალს ითხოვენ და სიცოცხლეს ითხოვენ, რომლებიც არჩევანის გაკეთებას გთხოვენ სიცოცხლესა და პირად აუხსნელ დაუოკებელ ამბიციებს შორის. თქვენი კოლეგები ბატონო თავისუფლად. არავის აქვს ილუზია, რომ აქ აბსოლუტურ განკურნებაზეა საუბარი. მეტიც არ არსებობს არც ერთი მედიკამენტი, რომელიც გამოჯანმრთელების 100%-იან გარანტიას იძლევა. და ეს მშობლების პოზიცია. ვინაიდან მათ მშობლებს და მათ შვილებს გამოსავალი არ აქვთ და არც დრო. ყოველი დღე ბავშვებისთვის კრიტიკულია. ოპოზიციონერი ქეთევან ბაკარაძის კრიტიკა დღეს ქართული ოცნების გუნდმა პოპულიზმს დაუკავშირა და თქვა, რომ გახარიას გუნდი ბავშვების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის სენსიტიური საკითხით სარგებლობს. ოპონენტს მათ ისიც შეახსენეს, რომ დახურულ კარს მიღმა ქართულ ოცნებასთან მშვიდ ფორმატში მსჯელობდა, სახე კი საჯაროდ კამერების წინ გამოსვლისას იცვალა. ქალბატონო ქეთევან, თქვენ ჰიპოკრატეს სპიცი დაგავიწყდათ? იქ წერია არავნო, არა მარტო პაციენტებს არავნო, არამედ სხვასაც არავნო. თქვენი გამოსვლით შეურაცხყოფა მოგვაყენეთ თითოეულ ჩვენგანს, მინისტრს, იმ ბავშვებს მიაყენეთ შეურაცხყოფა. ეს იყო ამორალური, არ გასულა დღე. 2 წელზე მეტია ვმუშაობთ ამ საკითხთან ბატონ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თუ რა უნდა გავაკეთოთ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისათვის. როგორ ავიცილოთ თავიდან მათი ასეთი ძიმე მდგომარეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად. თქვენ ხართ უტიფარი მატყუარები, აი მართლაც ასეა. კი, შეეგუეთ, წუხვარ რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ შეეგუეთ ამას, გეკუთვნით და იმსახურებთ უარესს, მაგრამ აქ მე თავისუფლებას არ მიცემ უარესი გითხრა. თქვენი აი ქცევის მთელი პათოსი რა არის, იცი და სიყალბის და ყველა რო გაკვირებულია ერთი რამ. თქვენ ახლა ცდილობთ რომ უბრალოდ აი ხელოვნურად, ნახეთ რამხელა დაბიოს აქციელთან გვაქვს საქმე. ცდილობენ რომ შექმნან ასეთი სურათი, ყალბის შთაბეჭდილება, რომ დებატი უნდა მოეწყოს ჩემსა და მშობელს შორის. აი ეგ არის ყველაზე ცუდი რამ, რატო იცით? სამწუხაროდ არავითარი რესურსი და არავითარი არგუმენტი არ აქვს თვითონ დამიჯდეს დებატში და რამე არგუმენტი მითხრას. და მშობელს მიჯენს, გამიგეთ ვინ არის ეს. ჩემ სიცოცხლეში ვერ ვიყადრებ ისეთ რამეს, რასაც უყურებ ახლა პოლიტიკოსებიდან. რომ ამ ბავშვების ტრაგედიით, ბავშვების მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ, იწურბელონ და ამაზე ქულები დაიწერონ. ამაზე ცუდი რამ მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს, ეს არის სიბინძური. ჩვენ გულშემატკივრობთ პირველ რიგში
იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამ ხალხმა შეძლოს მათთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტის მიღება. ამისთვის სახელმწიფო გააკეთებს უყლებლივ ყველაფერს. ამას გააკეთებს არა პოლიტიკური ქულისთვის, არამედ რეალური საჭიროებისთვის, რეალური კურნებისთვის. ღმერთმა ყველა შვილს მტკიცე ჯანმრთელობა მისცეს. დიუშენის დაავადების მქონე პირებისთვის სახელმწიფო აფინანსებს სპეციალურ ვარჯიშებს. ახლო მომავალში კი ახალი სერვისები ამოქმედდება. როგორიცაა კვლევები, სხვადასხვა პროფილის ექიმების სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურება. პროგრამა უკვე დამტკიცებულია და ის განკუთვნილია დიუშენის და კიდევ სხვა იშვიათი ნერვკუნთოვანი დაავადების მქონე პაციენტებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი ბავშვის მდგომარეობა დროდადრო მძიმდება, მშობლების ნაწილი მზად არის საფრთხის შემცველი სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად მედიკამენტის მიღებას დასთანხმდნენ.